ულოცავ ზუგდით, სამეგრელოს და სულიად საქართველოს ამუდი დღესასწაულს, ლაქერნობას. საქართველოს გამორჩეული ქვეყანა ვართ იმით, რომ ჩვენ გვერგო უდიდესი პატივი, რომ ჩვენ ვიყოთ უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის ძველი ერი. ეს არის დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე. რეზოლუციით ეუთომ გააყალბა თავისივე დასკვნა, ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე წერია რეზოლუციაში. ეუთო საპარლამენტო ამსამბლეის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჯო ვილსონის დონეზე არის დასული ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამ ხელა საპარლამენტო ასამბლეა. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის ღირებულებებს აცდენილი და უპირველეს სკოლის აცდენილი რეზოლუცია, რომელიც უპირველეს სკოლისა, რომელმაც ძირი გამოუთხარა ქართული ხალხის თვალში ეუთოს მიმართულებას. ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებზე და ფულზე. როგორც 2008 წლის ჩვენი ტრაგედია და ომი გადაიტანეს იმ 4 მილიარდის მოგდებული ფულით, რომლითაც დაამშვიდეს მე საკუთარი სინდისი დაიმშვიდეს, აი ეს ზუსტად ასე უყურებენ, რომ ტრილიონები შეხვდებაო უკრაინას და ჩვენ არაფერი არ შეხვდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიომეთ, ჩვენი სოფლები არ დაინგრა, ჩვენი ქალაქები არ დაინგრა და ჩვენი ხალხი არ დაიხოცა. ამიტომ გვეკაჩებოდნენ ომში. სწორედ ამიტომ ნიკა გვარამია და მისი თანამოაზრეები ამიტომ გვეკაჩებოდნენ. ისინი ვინც პარლამენტის შიგნით იყვნენ მაშინ და ისინი ვინც პარლამენტის გარეთ იყვნენ NGO-ები, რომლებიც დემონსტრაციებს აწყობდნენ, რომ ჩვენ მებრძოლები გაგვეგზავნა უკრაინაში, ამიტომ გვითხრევდნენ ომში, რომ ომის ბოლოს მილიონებზე, მილიარდებზე თუ ტრილიონებზე წვდომა ქონოდა. ზოგადად რაც ხდება ოპოზიციაში, ეს ამ მხრივ ეს არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც ისინი იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც იზელენ. კარგია, რომ მათი ტალახი ჩვენს ქვეყანას არ ხვდება და ცდება. იმიტომ რომ ქართული ხალხი სწორედ აფასებს ყველაფერს, იმიტომ რომ ქართული ხალხი სწორად ჩემს აკეთებს და არის ეს პატარა სცენა მათი მოწყობილი, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ და ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ. ვიცით ვინც არის ეს ორივე ძმები, ვიცით ვინც არიან, რა ღირებულებებიც აქვს. ისინი არიან სახე იმ დაჯგუფებისა, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და რაც თავარია, რომელსაც ისევ ქალბატონი ჩერგოლეიშვილის შედარება რომ მოვიშველიო, რომელსაც ესე იზელს თავად ევროკავშირი მათ, როგორც ევროკავშირის სახეთ. აი ესეთ ადამიანებს, რომლებიც შიშიმო პირების მიმართ ასეთი ტონალობით საუბრობენ, რომელსაც შეუძლიათ ბავშვებს შეუვარდონ, დასტრესონ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და სკოლის მოსწავლეები დასტრესონ, ეს შეუძლიათ გააკეთონ იმისთვის, რომ მოყოთ მერე კამერასთან და სოციქსელში იყელყელაონ და თავისმა 500-მა მხარდაჭერმა რაღაცა ლაიქი დაუსვას. ვინც აფინანსებს დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობას და ის ფინანსდება ევროპული ფონდებიდან ჩუმად, როგორც ჩანს, იმიტომ რომ საჯაროდ არაფერს არ ამბობენ, ვინც აფინანსებს, ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს. ამას უნდა ხაზი გაუშვათ. სწორედ ეს არის კოორდინირებული დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ, საჯარო მოხელეების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადრე თუ გვიან გაირკვევა ვინ აფინანსებს აი ახლა ამ მომენტში საერთაშორისო გამჭვირვალობას და რა თქმა უნდა იმ მომენტში აუცილებლად ვამხელთ რომ სწორედ ის ქვეყანა ან ის ორგანიზაცია იყო ის ვინც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებდა.